არის თუ არა ბიზინა ივანიშვილი ყველა დროის ყველაზე მდიდარი ქართველი დიმიტრი ხუნდაძეს სოზარ სუბარს ნინო წილოსანს შალვა პაპუაშვილს გია ვოლსკის თეა ზოლუკიანს ირაკლი კობახიძეს მამუკა მდინარაძეს და ვინ გინდა რა ნებისმიერს რომ გკითხო ისინი გეტყვიან რომ ბიზინა ივანიშვილი ყველაზე მდიდარია მართლაც ცხადია ისინიც გულისხმობენ რომ მდიდარია თავისი ფულითა და კაპიტალით ნაღდი ფულითა და კაპიტალით ნაღდი ფულით რომელიც ბანკში აქვს მისი დიდი ნაწილი ყოველ შემთხვევაში და კაპიტალით თლად ასე არ არის საქმე არ ვილაპარაკებ წარსულში მყოფ მდიდარა და მდიდარ ქართველებზე მათ შეიძლება მართლაც ჯაბნის არ ვილაპარაკებ არც ბადრი პატარკაცის შვილზე რომელსაც ვინც ის და უფრო მეტი ფულის კი ჰქონდა ოღონდ ის მილიარდერთა სიაში ოფიციალური Forbes-ისა და Bloomberg-ის სიებში ვერადავერ მოხვდა არც ერთხელ არ მოხვედრილა მე ვილაპარაკებ ერთ კაცზე ორი სიტყვით ვიტყვი მიხეილ ლომთაძეზე რომელიც ყაზახეთში მუშაობს ბრიტანეთში ცხადია და სხვაგანაც აქვს ბიზნესები ტექნოლოგიური მეწარმეა ინვესტორია კასპიკზს თანადამფუძნებელი აქციონერია კასპიკზს გამგეობის თავმჯდომარეა გაერთიანებული კომპანია კალიოსა შინი მარკეტის აქციონერია და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ჰეპსიბურადას დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეა და ბოლო ცნობებით მას 6 მილიარდი აქვს ანუ ბიზინა ივანიშვილზე ორჯერ მეტი მეთქი ამას თუ ვიტყვი მე მგონი არ შევწდები ყოველ შემთხვევაში დაახლოებით 3 მილიარდი დაუთვალა მას თუ არ ვწდები ბლუმბერგმა და თქვა რომ ბიზინას აქვს ამდენი და ამდენი 2.8 თუ 3.2 მილიარდი დოლარი და აქ არის გულისხმობა ცხადია ნაღდი ფული ან მხოლოდ ნაღდი ფული უბრალოდ ნაღდი ფული ძალიან მცირე ოდენობით არის აქედან განარჩენი არის მისი კაპიტალი კონცენტრირებული ან თავმოყრილი უფრო ზუსტი რო ვიყოს სად რასაკვირველია ოფშორულ ზონებში რასაკვირველია საქართველოში რასაკვირველია რუსეთშიც რასაკვირველია ევროპაშიც რასაკვირველია ცალკეულ კომპანიებშიც ევროპულ ან ამერიკულ კომპანიებში რუსულ კომპანიებში და ასე შემდეგ 2013-2014 წელს ბიზინა ივანიშვილმა შეავსო დეკლარაცია როგორც პრემიერ-მინისტრმა და იმ დეკლარაციაში ფინანსური დეკლარაციაში მან რაოდენობის სწავლის არ უნდა იყოს არასახა ის იმ ქონების ნაწილი რომელიც იმ ხანადაც კი ჰქონდა მაგალითად მას აქვს პიკასოს დორა მარი კატით დღევანდელი ღირებულება დაახლოებით 250-300 მილიონი მაშინ 2013-ში ბიზინა ივანიშვილს ეს დორა მარი კატით ჰქონდა შეძენილი ჰქონდა 2000-იანი წლების დასაწყისში უფრო ზუსტი რო ვიყო შეაძენინა 103 მილიონ დოლარად სოტბის აუქციონზე და ეს ნახატი ისევე როგორც სხვა ხელოვნების სხვა ნიმუშები მას დეკლარაციაში არ შეუყვანია თუ შეუტანია ყველა რო დააჯამო დღევანდელი კურსით თუ პიკასო 250 მილიონი დოლარი მაინც ღირს დღევანდელი შეფასებით ყველა რო დააჯამო დაახლოებით 800 მილიონის მაინც იქნება კარგი 700 მილიონის კარგი 600 მილიონის მაგრამ დღეს რო დეკლარაციას ავსებდეს ბიზინა ივანიშვილი ბუნებრივია მათ არ შეიტანდა ან მაღალი ალბათობით არ შეიტანდა ეგრა მაგის პასუხია ლიკვიდური ღირებულება თითოეული იმ ნივთისა თუ საგნისა რომელიც მას აქვს მაგალითად საკუთარ სახლში აბას თუმანში ალბათ მაინც შემცირებულია მიზეზთა და მიზეზთა გამო მათ შორის იმიტომ რომ ბიზინა ივანიშვილს ამის გაყიდვა ასე იოლად არ შეიძლება იმიტომ თავის მხრივ ის დასანქცირებული პირია და სანქციები ელის და გამადიდებელი შუშით აკვირდებიან სხვა ქონებებიც არ შეიტანა ბიზინა ივანიშვილმა მაშინ 2013-ში 2013-2014-ში სულ როცა ვიანგარიშე მას 800 მილიონ 1 მილიარდის 1000 მილიონის ანუ 800 მილიონი 1000 მილიონის 1 მილიარდის ქონება ქონდა შეტანილი მაგრამ მაშინ ის არ ფლობდა მაგალითად აბასტუმნის სახლს შეკვეთილში აი ბაკურიანი ქონდა იმ ხანად მაგრამ ბაკურიანი ასახული არ იყო დეკლარაციაში ჭორბილა იყო თბილისი ამდენადაც მახსოვს არ იყო იმ დროის დასრულებულიც არ იყო კი არა დასრულებული იყო 2013-ში განა არა მაგრამ თბილისი არ შეუტანია მაშინ რამდენი ფული აქვს ბიზინა ივანიშვილს ეს რო ვიკითხოთ არ ვიცით საბოლოო ჯამში Forbes-მა და Bloomberg-მა რასაც მიაკვლიეს ეს არის 2.5-დან არა 3 მილიარდიდან 3.5 მილიარდამდე და არა უმეტეს
საინტერესო მონაცემია, ხო? მოდი გადავამოწმოთ, ხო არ გამოუქვეყნებია ვინმეს, თუ მიხეილ ლომთაძის გამონაცემები გამოაქვეყნეს, მაშინ იქნება და ბიზნეს მონაცემების გამოაქვეყნა რომელიმე არხმა, მაგალითად იმედი ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში რასაც ვაკვირდები ამასთან დაკავშირებით დუმს გამოაქვეყნებენ, დარწმუნებული ვარ. კარგი. მოკლედ, რამდენი აქვს ბიზინა ივანიშვილს არ ვიცით, რამდენიც აქვს 2 იმდენი ან 3 იმდენი, სადღაც გადამალული ექნება მუთაკებში მერქი ესე რომ თქვა, ხმამაღლა გამომივა, თუმცა მის თანაგუნდელებს, მის ფრთებქვეშ მოქცეულებს სწორედაც რომ მუთაკებში, ანუ სახლებში აქვს შეტანილი თანხა. რატომ? ეგრე მაგის პასუხია. საბანკო სისტემას არენდობიან TBC-ს, საქართველოს ბანკს, ლიბერთი ბანკს, ქართულ ბანკს თუნდაც. ფიქრი იმის თაობაზე რომ სწორედაც რომ არენდობიან და ეს ბანკები შეიძლება დასანქცირდეს, რაც არ უნდა იხლაფორთონ ამ ბანკებმა, უფრო ზუსტი რომ იყო ამ ბანკების ნაწილმა, რაც არ უნდა იხლაფორთოს, ამის თაობაზე პრაქტიკულად ყველა მაღალჩინოსანს აქვს ქართული ოცნების ბანდა ხელისუფლებიდან. ეს არ არის ჩვენი დღევანდელი ვიდეობლოგის მთავარი თემა. და არც მიხეილ ლომთაძეა მთავარი თემა, რომელსაც აქა-იქ წავიკითხე, უკვე ერთგვარად ეპატიჟებიან და ქართულ პოლიტიკაში შესვლისაკენ მოუწოდებენ. არ შემოვა მიხეილ ლომთაძე, ჩემი მოსაზრებით არც არასოდეს ქართულ პოლიტიკაში, ასე თხოვნა ვედრება მუდარით. საერთოდაც გვჭირდება კი ჩვენ ახალი მილიარდერი, იმიტომ კი რომ მე მას ვაკრიტიკებ, რა უფლება მაქვს არ ვიცი. მაგრამ გვჭირდება კი ახალი მილიარდერი, რომელიც საბანს თავისკენ გადაკაჩავს. რომელიც თავისი პირობებით შემოვა პოლიტიკაში. და რომელიც ვინც ის და არ გამოვრიცხოთ, უფრო ზუსტი რომ ვიყო, იქნება და უარესიც კი არანაკლებ ცუდი აღმოჩნდეს ბიზინა ივანიშვილის დამარცხების შემთხვევაში. საერთოდ ის ამ შერკინებაში შევა კი თხოვნებით, მუდარებით და კიდევ საერთოდ ვიცით კი მისი თვალსაჩინოების, თვალსაწიერის, სოფლხედვის, პოზიციების, ამა თუ იმ საკითხთან დამოკიდებულების, საქართველოსთან დამოკიდებულების თაობაზე. ის 50 წლის არის, აქ იგითხარით, გონი გითხარით, აჭარაშია დაბადებული, თუ არ ვწდები და არ ვწდები წყალბურთს თამაშობდა, მაგრამ არის კი ის სოფლხედვით ქართველი, საქართველოსთვის მოფიქრალი პირი. ბიზინა ივანიშვილზეც ესე გააკეთეს თავის დროზე აქცენტი ცალკეულმა პოლიტიკოსებმა, მდიდარი კაცია და გჭირდებაო, შემოვიდა ეს მდიდარი კაცი განა არა, მაგრამ უკვე გარკვეული პერიოდის შემდეგ და მალევე სწორედ საქართველოს უღალატა, ავნო და უღალატა. მე მესმის რომ ჩვენ გჭირდება ფული, ოპოზიციას სჭირდება ფული, ქართულ საზოგადოებას სჭირდება ფული, მაგრამ იმ შემთხვევაშიც კი თუ ლომთაძე ესე ღიად გამოაცხადებს რომ მე ბიზინა ივანიშვილის წინააღმდეგ მივდივარ, რასაც არ იზამს, კვლავ ვიმეორებ, მაგრამ დავუშვათ და ვწდები. მე ვდებ პირობითად ჩემი 6 მილიარდიდან და მას 6 მილიარდი აქვს სწორედ კაპიტალი. ჩემი 6 მილიარდიდან პირობითად რაღაც 1 მილიარდს გადავდებ იმისთვის რომ ბიზინა ივანიშვილი დამარცხდეს. ჩვენ უნდა მოვკიდოთ კი მის თანხას ხელი ასე ყოველ შემთხვევაში. მოერევა კი მისი 1 მილიარდი, რომელსაც ჩადებს თანხას, რასაც ჩადებს საქართველოში ბიზინა ივანიშვილის წინააღმდეგ, იმ შემთხვევაში თუ ჩადებს, ბიზინა ივანიშვილის თუნდაც 300 მილიონს, 200 მილიონს, რასაც ბიზინა ივანიშვილი გაიღებს. იმიტომ რომ იმ 200 მილიონს ბიზინა ივანიშვილისა ემატება ადმინისტრაციული რესურსი, ემატება ქურდული სამყარო და ძველი ბიჭების სამყარო და ტიტუშკების სამყარო, ემატება პარტიული ესეთი ვერტიკალი, მონოლითად ჩამოყალიბებული ბანდიტური დაჯგუფება ქართული, ოცნება კოზანოსტრად ჩამოყალიბებული, რომელიც წევრებიც ერთმანეთთან შეწეპებულნი არიან, ასე ვიწყი, გადადუღებულნი არიან ერთმანეთთან. თითოეულ მათგანს სახე აქვს დაკარგული და ერთი მონოლითია, რომელსაც ბზარი, არსებითი ბზარი, თორე პატარა ბზარუკები განა არ გასჭენია, მაგრამ არსებითი და დიდი ბზარი, რა კატაკლიზმები არ გამოიარა ქართულ ოცნებამ და არ გასჭენია დააბრალეთ ეს ყველაფერი ბიზინა ივანიშვილის ავტორიტეტს, ან ბიზინა ივანიშვილის ავტორიტეტსა და ფულს, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს, რასაც არ უნდა დავაბრალოთ, ბიზინა ივანიშვილი ჯერჯერობით არ გაბზარულა, როგორც ასეთი, როგორც პირი, როგორც მონოლითი.
გაბზარავს კი ლომთაძე თეორიულად იმ შემთხვევაში თუ ის მართლაც გადაწყვეტს ქართულ პოლიტიკაში შემოსვლას და ვის სიტყვაზე გადაწყვეტს რომელიმე ერთი ქართველი პოლიტიკოსი თუ მიმართავს გევედრები მიხეილ ჩამოდი და ფული დახარჯე ბიზინა ბანდიტის წინააღმდეგო იმ კაც როცა ეხვეწებით თუ ვეხვეწებით თუ ვეუბნებით თუ ვუთვლით რომლის თაობაზეც პრინციპში არაფერი არ ვიცით იმიტომ კი არა რომ ცუდია აპრიორი ეს კაცი არამედ იმიტომ რომ არ ვიცით მისის შესახებ არაფერი ცოტა არ იყოს უცნაური კი არა ცოტა იყო აღულუფრყვილოა ან არასერიოზულია მოდი ვიტყვი ასე აქვე კიდევ ერთხელ ვიტყვი მიხეილ ლომთაძე ბიზინა ივანიშვილის წინააღმდეგ არ წავა ცერთ პოლიტიკაში არ შემოვა ჩემი აზრით თავისთვის არის რა ის კაცი ოღონდ ხარ ვიცი იმ შემთხვევაში თუ ტრამპის თხოვს და რაღაცები დაემუქრება პირდაპირ თუ ირიბად ამ შემთხვევაში თუ რამე მიზეზი არსებობს მიხეილ ლომთაძის შემოსვლისა ქართულ პოლიტიკაში სწორედაც რომ ეს არის შეეხება კითხვას დავამარცხებთ თუ არა ბიზინა ივანიშვილს საერთოდ დავამარცხებთ რასაკვირველი მაგრამ ფულით გაჯიბრება არ გამოგვიომეთ კი იმესმის ოპოზიციას და ქართულ საზოგადოებას სჭირდება ფინანსები და ფინანსება ევროკავშირიდან და ფინანსება შეწყვეტილია ნატოდან ევროპელი პარტნიორებიდან ცალკეული სახელმწიფოებიდან შეერთებული შტატებიდან და ასე შემდეგ ამიტომ გაღატაკდა და გაღარიბდა როგორც პოლიტიკური სპექტრი ფინანსურად ასევე არასამთავრობო ორგანიზაციები და მედია დახურვის პირას არის ჩვენ გვჭირდება ყველას ფული მაგრამ მიხეილ ლომთაძის კონტექსტში მიხეილ ლომთაძე ძალიან საინტერესო იქნებოდა ოღონდ ამას არ გააკეთებს გარწმუნებთ ორი კრიტიკულად განწყობილი არხის დაფინანსების კონტექსტში ხო ფორმულას და ტელეპიროლს რო გადაუხადოს ყოველგვარი პირობების გარეშე ოღონდ აი ეს პოლიტიკა გაატარეთ მაგიტომ კი არა აი უბრალოდ ალტრუისტულად გაძლევთ თხას მაგრამ ბიზინა ივანიშვილი წინააღმდეგ ამ კუთხითაც არ წავა მიხეილ ლომთაძე ბარემ რომ იცოდეთ კვლავ მიმეორებ ტრამპმა თუ სთხოვობ მხოლოდ ამ შემთხვევაში ტრამპმა პირობითად ანუ დასავლეთმა დიპ სტეიტმა ბიზინა ივანიშვილის სეული გაგებით და გააზრებით გვჭირდება თუ არა ფული კიდევ ერთხელ ვიკითხავ ასე რასაკვირველია გვჭირდება ფინანსები ფული სულად ჟღერს თითქოს აი ოპოზიცია მაგალითად ახლა მიემგზავრება მალე რამდენადაც ვიცი ამერიკის შეერთებულ შტატებში ისიც ატო ვერ მიემგზავრებიან ლონდონში ბრიუსელში პარიზში და ბერლინში ანკარაში ერევანსა და ბაქოში ამ ქალაქებში ჩასვლის შესახებ მათ სთხოვეს და ურჩიეს საბოლოო ჯამში რა უნდა ბაქოსა და ერევანში ჩასვლას არც არაფერი და იმედი მაქვს სწორედ ამ ქალაქს ასევე ანკარას ისინი მოივლიან მაგრამ რატომ არ არის ის ერთი ტურდეს ფარგლებში ეს რაღაც ორთვიანი თუ თვენახევრიანი ტურდე რატო არ გამოსდით თუნდაც ერთთვიანი იმიტომ რომ ფინანსები არ არის და ფინანსება არ არსებობს არა და პრინციპულად მნიშვნელოვანი ელაპარაკო არა მხოლოდ ვაშინგტონს რომელზეც ქართული ოცნება ამბობს რომ ელაპარაკებიო არამედ სწორედ ლონდონს რომელმაც დაასანქცია ორი პროპაგანდისტური არხი და სადაც სხვადასხვათა შორის დიდ დროს ატარებს მიხეილ ლომთაძე უბრალოდ სხვა კონტექსტში ვიტყვი ეს და აგრეთვე პრინციპულად მნიშვნელოვანია ელაპარაკო არის სალომე ზურაბიშვილის რესურსის გამოყენებით და არ გულისხმობს ხადია მაკრონი როდია მათ არ მიიღებს არ შეხვდება ოპოზიციის ლიდერებს მაგრამ მაკრონის მრჩევლებთან სალომე ზურაბიშვილის და არა მხოლოდ სალომე ზურაბიშვილის რესურსის გამოყენებით მისვლა გარწმუნებთ რომ რთული არ არის აგრეთვე ბრიუსელს აგრეთვე ხოშვის აქვე გეტყვით რომ ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით ოპოზიციის იმ ჯგუფს რომელიც ვაშინგტონ ამერიკის შეერთებულ შტატებში იქნება მალე ვისაც გასვლა შეუძლია ეგრე მაგის პასუხია ყველა ხო ვერ გადის შესთავაზეს რომ კიევშიც ჩასულიყვნენ ისინი ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით ჯერჯერობით ამასთან დაკავშირებით ესეთი შეთანხმება როგორც ასეთი არ არსებობს კიევი ჩასვლა ოპოზიციისა ძალიან ერთის მხრივ საქმიანი ამბავია და მეორეს მხრივ სიმბოლური ამბავიც არის შენ პოზიციონირებ როგორც კიევის მხარდამჭერი ისედაც ასეთი ხარ მაგრამ მაინც დაუბრუნდეთ მიხეილ ლომთაძეს კვლავ ვიმეორებ რომ ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით კი არა საჯაროდაც დაიწერა ეს ერთი ორგანო მიხეილ ლომთაძეს ესე ღია დეპატიჟებიან პოლიტიკაში შემოსვლას თხოვენ მე არ მგონია რომ ეს სწორია არ ვიცით ამ კაცის თაობაზე არაფერი ჩვენ არ უნდა დაუშვათ ისეთი შეცდომა როგორი შეცდომას დაუშვა მაშინდელმა მიშა სააკაშვილის ოპოზიციის ნაწილმა რომელიც მიეკედლა ბიზინა ივანიშვილს და გამოითოფა ის რაც გამოითოფა ქვეყანამაც
და მათი გამოისობით ქვეყანაც მათ და საერთოდ ჩვენ ყველამ ერთად, როდესაც ბიზნეს ივანიშვილი მოვიდა ხელისუფლებაში და მერე გარკვეული წლების შემდეგ ტრანსფორმირდა და ღია რუსად ჩამოყალიბდა. მალევე ჩემი აზრით, მაგრამ თუნდაც გვიან ან 2022-ში ან 20-ში. ხო და ახლა 26-ში ხო ჩამოყალიბებულია. ასე ენდო და ფსონები და ლომთაძეზე იმის გამო რომ მას 6 მილიარდი აქვს და 1 მილიარდს დაგპირდება, ჩემი მოსაზრებით სწორი არ არის. თუმცა მას უნდა დაველოდოთ თუ მაინც და მაინც. თუ ის გადმოდგამს ნაბიჯებს, მით უფრო ანტიბიზინა ნაბიჯებს, ცხადია საინტერესო იქნება. საინტერესო შერკინებაც იქნება მილიარდერი versus მილიარდერი. თუმცა მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ლომთაძე პოლიტიკაში არ შემოვა. და ნუღა ვლაპარაკობთ საერთოდ ამ გვარუცნაურობებს. ვიქმნით ილუზიებს, მათ შორის მეც მეხება ეს. ვიქმნით რაღაც წარმოდგენა ილუზიებს რაღაცის თაობაზე, მერე ვებღაუჭებით ამას, მერე ეს ყველაფერი ჩაიფუშება ხოლმე და მერე ახალ ილუზიებს ვიქმნით, მერე ისე ვებღაუჭებით, მერე ისე ვიფუშება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. რეალისტურად უნდა ვილაპარაკოთ, ბიზნეს რთული და სამარცხებელია, არ უარყოფ ამას. თუ არ გაუვიდა რუსეთს პროექტი, ესეც უნდა ვთქვა, რუსეთს სურდა რომ მაისში დანიშნული იყო საპარლამენტო არჩევნები, იმისათვის რომ ბიზნეს მოეპოვებინა საკონსტიტუციო უმრავლესობა. ბიზნესა ამაზე პრინციპში ყაბულ იყო, არ ყაბულ იქნებოდა და რომ არა პროტესტი რუსთაველის გამზირისა, ბიზნესა ამაზე წავიდოდა კიდეც, მაგრამ რუსთაველის პროტესტმა მათ შორის და უპირველეს ყოვლისა ეს გეგმა ჩაშალა. ამერიკელები ჩემი ინფორმაციით მოითხოვენ ბიზნესაგან, რომ ასეთ ვერსიაც არსებობს, რომ არჩევნები დაინიშნოს ოქტომბერში. ოღონდ იმ პირობებში, თუ ბიზნეს ივანიშვილი არ გააუქმებს პარტიებს, რასაც აპირებს, მეცაც გეტყვით, გააფართოვა, გასაუქმებელ პარტიათასია, ისი თქვენ და პრაქტიკულად ყველა შეჰყავს. ამდენად ამგვარ არჩევნებს არ იგულისხმებს და არ გულისხმობს ამერიკის შეერთებული შტატები. იმ პირობებში თუ პარტიებს არ გააუქმებს, ყველას მისცემს კონკურენციაში შესვლის, ერთად თუ ცალ-ცალკე, მაგრამ ქართულ ოცნებასთან პირველ ყოვლისა, კონკურენციაში შესვლის შესაძლებლობას, გაანთავისუფლებს სინდისის პატიმრებს, ამიტომაც ეუთოს საპარლამენტო დელეგაციამ ღიად უთხრა ხელისუფლებას და ეუთოს შემავალი ქვეყანაა შეერთებული შტატებიც. ღიად უთხრა, რომ ვისაც ნახევარი აქვს მოსჭირული, ისინი მაინც გაანთავისუფლეთ, რაზეც პრინციპში მიიღო უარი, ისევე როგორც ბზია ამაღლობელის მონახულებაზე მათი მხრიდან, კაცრი და მკვეთრი სიტყვა არ მიიღო საპარლამენტო დელეგაციამ ეუთოსი. მოკლედ ამერიკელები მოითხოვენ, რომ გააუქმდეს კანონები, ჯოჯოხეთური რუსული კანონები, რომლებიც მიიღო ქართულმა ოცნებამ, პოლიტიკური პატიმრები და სინდისის პატიმრები განთავისუფლდეს, ახალი კანონები არ იყოს მიღებული, პარტიები არ იყოს აკრძალული, ემიგრაციას მიეცეს არჩევნებში მისცემის შესაძლებლობა. ბიზნესა ამაზეც არ წავა. აქ დადგება ოქტომბერი და არანაირი ადგილობრივი კი არა, არანაირი რიგარეში არჩევნები ამ ვერსიის თანახმად ყოველ შემთხვევაში არ იქნება. რომც ჩანიშნოს ბიზნეს ივანიშვილმა, ვერ ჩატარდება არჩევნები ამ ჯოჯოხეთური კანონების, ლეგიტიმური არ იქნება, თორე ის ჩაატარონდა იყო. ამ ჯოჯოხეთური კანონების სინდისის პატიმრების საპატიმროში ყოფნის, პოლიტიკოსი პატიმრების საპატიმროებში ყოფნის, ჯოჯოხეთური კანონების და პარტიების გაუქმების ფონზე ლეგიტიმურიც არ იქნება. სხვა თუ არაფერი არ მიიღებს მონაწილეობაზე, ვერც მიიღებს, არა თუ არა. აქედან გამომდინარე, ეს ამერიკელებს თუ მაინც და მაინც მართლა აქვთ და ჩემი ინფორმაციით ჰქონდათ ეს მოსაზრება ოქტომბერში არჩევნების ჩატარების თაობაზე, ესეც არ ხდება, არ მოხდება. აქედან 2027-დან კი უკვე რიგარეში არჩევნები, ან ხელახალი არჩევნები მით უმეტეს, მაგრამ რიგარეში არჩევნები უბრალოდ ვერ გამოვა. ამიტომ ჩვენ მაინც მგონია, რომ უნდა მივგორდეთ 2028 წლამდე ამ ვერსიის თანახმად. და 28 წლამდე ისე უნდა დავასუსტოთ ქართული რუსული ოცნება, რომ მან საერთოდ ვერ მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში. ანუ საარჩევნო რეგისტრაცია გაუუქმდეს. დავასუსტოთ სხვათა და არა ლომთაძის მხარდაჭერით. ლომთაძის რამის დაფინანსება თუ უნდა მაინც და ეს ხმები მართლა რეალისტურია. მაშინ ლომთაძემ გაიღოს ფული მედიაში, ოღონდ ყოველგვარი პირობების კარნახის გარეშე, TV პირველი და ფორმულა ლამის სულ ზღაფავენ, არასამთავრობო ორგანიზაციებში. სულ ზღაფავენ კი აღარ არსებობენ.
არასამთავრობო ორგანიზაციების არა და ვერა და რაღაც ინდივიდებისთვის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. დიდარი კაცია მოიფიქრებს, ნიჭიერი კაცია მოიფიქრებს რამეს. მაგრამ ლომთაძე არ შევა, კვლავ ვიმეორებ, ამ ჯოჯოხეთური პირობების გათვალისწინებითაც, მათ შორის კონკურენციაში ბიზინა ივანიშვილთან. ეხლა ტრამპი თუ დაურეკავს, ალო, მიხეილ, დონალდი ვარ, გემუდარები ბიზინა ჩამომაგდებინე შენი ფულით, 1,750 მილიონი გადაიხადე ამაში. ამ შემთხვევაში ლომთაძეც შევა კონკურენციაში თუ ამათში თუ ჩხუბში ბიზინა ივანიშვილთანაც და ბიზინა ივანიშვილთან და ვინც ის ვასილ ჩილოგიძეც კი არა ვასილ ჩილოგიძე არც ერთ შემთხვევაში არ შევა ის ხომ ზუსტად ისეთივე ტიპოლოგიის ბიზნესმენია როგორც ბიზინა ივანიშვილი პრინციპში ხო ბიზინა ივანიშვილს გაბიზნესი აქვს ისი თქვენ მე არ ვიცი მას აქციებიც აღარ აქვს Google-ში, General Motors-ში, iPhone-ში და ასე შემდეგ მას აქვს რაღაც შავი ფული ანუ იქ ვიცით რომ აი ბილ გეიტსი ამას აკეთებს ზუკერბერგი იმას აკეთებს რაღაც არის ბეზოსი იმას აკეთებს პირობითად ხო ეს ელონ მასკი იმას და კიდევ იმას აკეთებს სიაში რაღაც 98 ამას აკეთებს ვიღაცა სიგარეტს აწარმოებს ვიღაცა ყალამს აწარმოებს შეიძლება მილიარდერები არ არიან ახლა მაინც და მაინც მაგრამ რაღაც რამდენიმე ათეული მილიონი მაინც აქვს ხო რაღაც კომპანიას რომელიც რაღაც წამალს თუ ყალამს ხო თუნდაც წამალს აწარმოებს ვიღაცა ტელეფონს აწარმოებს ეს არ არის iPhone-ი ბავშვის ტელეფონია და რაღაცა Samsung-ი თუ არ ვწდები ხო ამათი კაპიტალიზაცია ხო ხდებით რამდენია და ამათი ნეტვერსი ხო მაგალითად მაგრამ აი ბიზინა ივანიშვილს რა აქვს ვინმე მიცით მის ბიზნესმენებსაც უმრავლეს შემთხვევაში არ აქვს ერთი ორის გამოკლებით რომელსაც აქვს საინტერესო კომპანიებიდან არა საქართველოში არსებულებისგან არა ვიცით კი მაინც რამიშვილს ზარალას რა აქვს ხო ვიცით მოგწონს არ მოგწონს მაგრამ ვიცით რომ რა აქვს რაღაც სილკ ჯგუფი იქ რაღაცა ამბაზადორი იმაში ამბაზადორი არა ვქეს რაღაც ამბაზადორი სხვას აქვს რაღაც რედისონი კახეთში და ასე შემდეგ და ასე ან ამბაზადორის ხდობელ საძვარაგვარიც არის აღარ მახსოვს იმას აქვს ეს ეგრული გვარი აქვს რაღაცა ეს აი ბიზნეს რა აქვს შემოსავალი საიდან აქვს მაქინაციებიდან აი ლომთაძეს ესე არა აქვს ხოდა შორის ის მისი ბიზნესი მეტნაკლებად გამჭვირვალე ბიზნესი კი არის კრიპტო განა ცუდია მაინც და მაინც კრიპტო განა ასაგდებია მაგრამ კრიპტო და მხოლოდ კრიპტო და კიდე რაღაცა და ასე შემდეგ კარგით ხა ამას აღარ განმახილინებთ ეხლა თავარი არის რომ ლომთაძეზე ფსონის დადება არ შეიძლება ჩვენ ჩვენით უნდა შევქმნათ ჩვენი მყობადი ჩვენით უნდა ძალიან რთულია მაგრამ უნდა დავამარცხოთ ბიზინა ივანიშვილი თუ ესე გავხედავთ ლომთაძეს და ლომთაძეს დაველოდებით არც მსოფლმხედველობა ვიცით მისი არც თვალსაჩინო არც ღირებულებები განა ცუდია მაინც და მაინც მაგრამ არ ვიცით უბრალოდ და ჯერ გითხრას ვინ არის გითხრას რა პირობები ექნება და მერე ვილაპარაკოთ ბიზინა ივანიშვილი დასამარცხებელია ეს მეც ვიცი ლომთაძემაც წესით ტრამპმაც და თავად ბიზინამაც ნახვამდის